ეთერშია გადაცემა შუა დღე მედეფემზე. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში შუა დღის გადაცემის კულტურული ნაწილით, ესე რომ ვთქვათ, თქვენ უსმენთ გადაცემას შუა დღე მედეფემზე ტალღაზე 103. გიგა, მეც ახლა პირდაპირ გადავალ ჩვენს მეორე თემაზე, ძალზე საინტერესოზე. გიგა, შენ თუ იცოდი, რომ ცეკვა დიდი ხანია უკვე წამლადაა აქცეული, რადგან განწყობის გაუმჯობესების გარდა სერიოზულ დაავადებებსაც კურნავს. ადამიანის სულიერი მდგომარეობა მის ფიზიკურ მოძრაობებთან პირდაპირ კავშირშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეული სახით მოძრაობებით ადამიანს თავის სულიერ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. და იმას დავუმატებდი, რომ ცეკვის დროს ასევე ადვილად აიხსნება არა მარტო კუნთოვანი დაძაბულობა, ნათდება ცნობიერება, უმჯობესდება ემოციური მდგომარეობა და ინტელექტუალური უნარები. განსაკუთრებით სასარგებლოა ცეკვა მათთვის, ვინც მიჩვეულია ნეგატიური ემოციების დაგროვებას და მასთან განშორება გარემოყოფთასთვის რისკის გარეშე არ შეუძლია. ცეკვა გამოიყენება დეპრესიისგან და სამყაროს ახლებურად ასახმელად, ესე რომ იშემური დაავადებების რისკის შემცირება, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნიტეტის ნორმალიზაცია, ძვლების გამაგრება, ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკის შემცირება, ბრონქიტების გაქრობა, ასთმის მიმდინარეობის შემსუბუქება, სიარულის მანერის, წერის დაჭერის, აღნაგობისა და მოქნელობის გაუმჯობესება, ესაა ცეკვისგან მიღებული დადებითი ეფექტების მცირე ჩამონათვალი. ცეკვის დაწყება კი, როგორც ცნობილია, არასდროს არ არის გვიან. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ესე ვთქვათ, ვრცლად ჩვენი სტუმრები საუბრებენ დღეს. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ალექსანდრე კაროევი, საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და თამარ უტიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი. გამარჯობათ, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი პატივისთვის, რომ გვესტუმრეთ სტუმრად. მოგესალმებით, პირიქით დიდი მადლობა თქვენ, რომ მოგვიწვიეთ თქვენ სტუდიაში, რადიო FM 103-ზე. მოდი დავიწყოთ ესე ზოგადად, რომ იცოდნენ ჩვენ მოსვენებმა რას ნიშნავს, რას გულისხმობს ეს სოციალური ცეკვები. კი ბატონო, სოციალური ცეკვების მნიშვნელობა არის ის, რომ გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის ადამიანზე. მიუხედავად ასაკისა, წონისა, სიმაღლისა, არ აქვს მნიშვნელობა, არ ჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება, თავარია გქონდეთ სურვილი, გინდოდეთ რომ იცეკვოთ და ყველას შეუძლია. მე მაინტერესებს თქვენ რამდენი ხანია რაც არსებობთ და ვინ იყო დაარსების ამ იდეის ავტორი. ამ მიმართულებით, რასაც ქვია სოციალური ცეკვები, ოფიციალურად ფედერაცია დარეგისტრირდა სექტემბრის თვეში, თუმცა მანამდე არსებობდა სტუდია, ერთი წლისები ვხდებით ახლა ზუსტად 7 ივნისს. იდეის ავტორი იყო ალექსი. იმიტომ რაღაც ჩვენამდე სამეჯლისოებს ცეკვავდით მეც ბავშვობიდან, ალექსი უკვე რამდენიმე წელია. და რაღაც პროტესტის გრძნობა გააჩნდა, რომ არ უნდოდა რომ ეცეკვა ის, რასაც დადგამდა მასწავლებელი, უნდოდა რაღაც უფრო თავისუფალი, უნდოდა რაღაც უფრო სხვანაირი, უფრო ემოციებზე დამყარებული და ნუ როდესაც მოვიძიეთ ინტერნეტის საშუალებით, რომ ასეთი რაღაც მართლაც არსებობს ქვეყანაზე, ეს თუნდაც ის სალსა, ბაჩატა და ამ შემდეგ სხვაობა დაინახა მან მოკლედ ამ ყველაფერში, ამიტომ გადაწყვიტა რომ ამ მიმართულებით განევითარებინა საკუთარი შესაძლებლობები. შემდეგ, რა თქმა უნდა, ამისათვის საჭირო იყო, რადგან საქართველოში არ არსებობდა მსგავსი რა. საჭირო იყო აუცილებლად უცხოელებთან დაკავშირება, ვინც ამ ყველაფრის ინსტრუქტორია და შეუძლია რომ სწორი მიმართულება მოქცეს. ამიტომ ალექსისგან წამოვიდა ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე შევუერთდი მე, იმიტომ რომ იდეა ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ 10 წელი სამეჯლისოს ცეკვავდი ლათინო ამერიკულებს. წერან ალექსი მახსენა, რომ ანუ ყველასთვის არის. უნარშეზღუდულებსაც შეუძლიათ თქვენთან რომ მოვიდნენ? კი ბატონო. კი, ანუ რა არის ის მსგავსი გამოცდილება ჯერჯერობით ამ წუთში ჩვენ არ გვაქვს, რომ ვთქვათ კონკრეტულად უნარშეზღუდულებისთვის. თუმცა, უბრალოდ შეზღუდული შესაძლებლობებისთვის, თუმცა
როგორ არის იცით სოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ყველაფერი შესაძლებელია ამისათვის საჭირო უბრალოდ მას უნდა დაუკავშირდეთ ისევ რომ ამ მიმართულებითაც მოგცენ რჩევა მე ვიცი რომ აი სამეჯლისოს კუთხით ლათინო ამერიკული ცეკვების სამეჯლისოს კუთხით უკვე გააკეთეს მსგავსი რამ საქართველოში ის პროექტი არსებობს კი ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენც როგორღაც ჩავერთვით უბრალოდ რა თქმა უნდა ეს გარკვეულ ფინანსებთან არის ისევ დაკავშირებული იმიტომ რომ ჩვენ თვით დაფინანსებაზე ვართ არავითარ სახელმწიფო და შემდეგ ჯერჯერობით ჩვენ არ ერთვება ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი საკუთარი ხარჯებით გავუკეთოთ ამ ყველაფერს ორგანიზება. ძალიან კარგი იქნება თუ კი. როგორც ახსენეთ, თქვენ უკვე დიდი ხანი არათ ცეკვავთ. ალექს, როგორც ვიცი, შენ სულ რაღაც 6 წელია დაკავებული ხარ ცეკვით. რამ გადაგაწყვეტინა ცეკვა და საერთოდ ეს სტილი განსაკუთრებით? ცოტა ისეთი ისტორია მაქვს. აი მოგვიყევი სწორედ ეს ისტორია ჩვენს მსმენელს ალბათ ძალიან აინტერესებს. თინეიჯერობის პერიოდიდან შინაგანად ყოველთვის მომწონდა ეს ლათინო ამერიკული ცეკვები. ნუ ცოტა ისეთ უბანში ვიზრდებოდი. ადრე სადაც ჩემი ასაკის ბიჭებს უფრო ძველ ბიჭობა ხო და ეს სამყარო უფრო მოსწონდათ და ცოტა ანუ სარისკო იყო ყოველთვის მეშინოდა ამ ცეკვების დაწყება, რადგან რეპუტაცია შეიძლება რომ შეელახოდა ჩემი რეპუტაცია. მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით აღმოჩნდი რაღაც პრაზნიკი ქონდათ, დღესასწაული ქონდათ კი ერთ-ერთ სამეჯლისო სტუდიას. შემთხვევით, სრულად შემთხვევით მეგობარმა წამიყვანა და ცოცხლად რომ დავინახე ეს ხალხი რო ცეკვავდა, ოღონდ ის იყო ჯერ სამეჯლისო. რო დავიკი, სამეჯლისო ცეკვები იყო, ცოცხლად რო დავინახე იქვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ეს უნდა გავაკეთებ. კი ბატონო, შემდგომ დავიწყე სამეჯლისოებზე ცეკვა და ზუსტად იქ სამეჯლისოზე გავეცანი ცეკვა სალსა ბაჩატას. ამ სალსა ბაჩატას მუსიკის მოსმენისთანავე ასევე ჩემში შინაგანად რაღაცა ხდებოდა. სულ სადაც მოვისმენდი ამ სალსას მუსიკას, ყველგან ეგრევე ტანი იწყებდა ცეკვას. ეს თქვენთვის ყოფილა შექმნილი ეს ცეკვები. სიმართლეა, აი ხო ამბობენ ხოლმე, რომ აი მუსიკისთანავე ტანი იწყებს ცეკვას. ეს იყო ჩემი შემთხვევა. და შემდგომ სულ მინდოდა სალსას ცეკვა. არ ვიცი რა ხდებოდა, რატომ ამის პასუხი არ მაქვს, უბრალოდ მომწონდა შინაგანად. შემდგომ და ნუ ამ სამეჯლისო სფეროში სალსას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. უფრო ნუ მათ აქვთ თავიანთი სტანდარტები, სადაც ნუ კონკურსები ტარდება. მოკლედ ვთქვათ, სალსა არ შედის სამეჯლისო ცეკვებში და ნუ გასართობად თუ იყო ხოლმე მოყვარულებში. შემდგომ ანუ გადავწყვიტე, რომ უფრო ვრცლად გავცნობილიყავი ანუ ამ სამყაროს და ნუ ინტერნეტით დავიწყე ჯერ მოძიება და როდესაც დავიწყე ამ ცეკვის მოძიება ჩემთვის გასაკვირვად ანუ ინტერნეტში დავინახე რომ სრულიად სხვა რაღაცა იყო მოძრაობები უფრო თავისუფლად ცეკვავდნენ სულ სხვა რაღაცა იყო მოკლედ რო ვთქვა და ანუ შემდგომ მომანუ სურვილი გამიჩნდა რომ გავსულიყავი იმ სამყაროზე ანუ რაც იქ ინტერნეტში დავინახე რომელიც ჯერჯერობით ჩვენთან არ არსებობდა საქართველოში კი ბატონო ანუ აქ სამეჯლისო ცეკვებში ანუ როგორც თამუნამ აღნიშნა არის რაღაცა გარკვეული ანუ სპორტული სტილია დადგმული ცეკვა არის ამ სამეჯლისო სამყაროში სალსაში პირიქით ხდება ყველაფერი ანუ პარტნიორი არის წამყვანი და მოგლოთ როგორც ვთქვა როგორც არის სამყარო შექმნილი ნუ თავიდანვე იყო კაცი კაცად რჩება ქალი ქალად ანუ გასგულისხმობ ამაში ხო ეხლა ზოგისთვის შეიძლება ეხლა ცოტა უხეშად იყოს ნათქვამი ანუ კაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია ხო უფრო უნდა იყოს წამყვანი ნუ ჩემი აზრით ესეა და ამ სალსაში ზუსტად ეს არის ანუ ქალს აქვს საშუალება რომ უბრალოდ ემოციებს გაყვეს და შეგრძნებებს გაყვეს გაიპრანჭოს და დანარჩენი ყველაფერი კაცია თუ როგორ უნდა მოხდეს ეს როგორ გაყვეს და რა გააკეთოს ზოგადად ცხოვრებაშიც მას დავამატე აი ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა აბსოლუტურად გავს ყოველდღიურ ცხოვრებას სხვათა შორის ძალიან ადვილად მისახვედრია ვინ არის ცეკვის დროს თუ ვინმე იცის ცეკვა როდესაც პარტნიორს დაუდგები იმ წუთში სადღაც 1-2 წუთის განმავლობაში უკვე ხვდები მთლიანად რაში შეიძლება ამ ადამიანს ენდო რაში შეიძლება არ ენდო რატომ ეხლა ეს მხოლოდ ლაპარაკი არ არის მაგალითად როდესაც არის საღამოები რომელსაც ვატარებთ ხოლმე ხო ამაზე მე უფრო ვცლად ვისაუბრებთ კი აუცილებლად რა საუბრობ რომ ყოველთვის ვაფრთხილებთ რომ
იმ წუთში ეტყობა. ვიღაცა შეიძლება ერთმანეთს მიეჯახოს და ასე შემდეგ. აუცილებლად არიან ბიჭები, რომლებიც იყურებიან გარშემო, რომ გოგო არავის დაეჯახა, უფრთხილდებიან მას. ცდილობენ მის კომფორტი შეუქმნან მას და არა მარტო თვითონ მიიღონ სიამოვნება. ნუ აი აბსოლუტურად გიყურებენ თვალში რა გესიამოვნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცეკვაში წამყვანი არის ბიჭი. აბსოლუტურად მასზე ვარ დამოკიდებული. არც კი გვაქვს უფლება რომ ზედმეტი ნაბიჯი გადავდგოთ თუ სოლო პარტიაზე არ გამიშვა, მიქ არის გარკვეული მუსიკის ნაწილები, სადაც გვაქვს უფლება რომ სოლოზე გაგიშვას და მან თვითონ რაც უნდა ის გააკეთოს, მე რაც მინდა ჩემებურად გავიპრანჭო და მის მინიშნებებს აღარ მივდიო. მიუხედავად ამისა, ის ბიჭი მაინც ცდილობს რომ კომფორტული იყოს ჩემთვის ტრიალი, თქო სწრაფი მუსიკის დროს დაგიჭიროს რომ რაღაც ბალანსი არ დაკარგო და ასე შემდეგ. აი აქედან გამომდინარე იმ წუთში ატყობ იგივე ზუსტად იგივე 100% დარწმუნებით შემიძლია თქვა რომ ისინი არიან ცხოვრებაში აბსოლუტურად ანუ ხასიათდებენ თლიანად ამ ცეკვაში კი ვინც ცოტა გახსნილად ცეკოს იმ წუთში ეტყობა ის ვინ არის ეხლა ცოტა სხვაგან გადავუხვეთ ანუ კითხვა იყო სად ვისწავლეთ და როგორ რატომ მოვიდომეთ ხო ანუ შემდგომ ყველაფერს ანუ მოყვა ის რომ ანუ ინტერნეტის საშუალებით ასევე გავედი უცხოელ მოცეკვავეებზე ანუ იქ უკვე შემდგომ დავიწყე მათი გაცნობა, რასაც ასევე მოყვა უცხოელი ინსტრუქტორებისაგან ინდივიდუალური გაკვეთილების აღება, შემდგომ დავიწყეთ მოგზაურობა ფესტივალებზე სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე შემდგომი ეტაპი ის იყო, რომ ჩვენ დავიწყეთ მათი დაპატიმრება. აი მე მაინტერესებს ხო, ვინ ჩამოიყვანეთ და რა მასტერკლასები ჩაატარეს მათ აქ ჩვენთან? რომ გაიგეს რომ საქართველოში რაღაც მსგავსი არსებობს ეს ძალიან დიდი ასე ვთქვათ ერთი დიდი ოჯახია სალსას ოჯახი მსოფლიოში თვითონვე ცდილობენ რომ გამოვიდნენ კონტაქტზე როგორც კი ჩვენთან გაიგეს რომ მსგავსი რამ ხდებოდა აზერბაიჯანი დაკავშირდა პირველი გაარკვიეს რომ ჩვენ თბილისში ვართ და ვთქვათ ერთი შეიძლება დაგეხმაროთ რა შეიძლება გავაკეთოთ იქ უკვე სადღაც 10-15 წელია ხო ალექსად განვითარებული საკმაოდ მაღალ დონეზეა კი შემდეგ იყო კიდევ უკრაინა, რომელიც ესე აი მათი მეშვეობით ამ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრების მეშვეობით დავუკავშირდით მათაც. იქაც ძალიან მაღალ დონეზეა და ძალიან ხშირად ფესტივალები ტარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ. დავპატიჟეთ აქეთ სხვათა შორის ძალიან დიდ შეღავათებს გვიკეთებენ, რადგანაც იციან თქვა საქართველოს არც თუ ისე მდიდარი ქვეყანა, ნუ არ არის იმდენ საშუალება რომ მათ ამხელა ჰონორარები და ასე შემდეგ გადაუხადოთ, მაქსიმალურად შეღავათს გვიკეთებენ, ჩამოდიან ჩვენთან ესე იგი აზერბაიჯანელები ყავდა რამოდენიმეჯერ დაპატიჟებული, სადღაც ალბათ 8-9 დაპატიჟება გამოგვია მთლიანობაში, რაც გავაკეთეთ. ეს რაღაც ერთი წელიწადში, კი. ძირითადად როგორც წესი გადადის ჩვენს კისერზე, ну ან წყალებში რო ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან უბრალოდ რომ დაადოთ, ჯერ ჩვენი მიზანი რაც თავარია არის რომ განვითარდეს და გაიცნოს ხალხმა ეს მიმართულება, ხო საქართველოში. თუ ვთქვათ ჩვენ რაღაც ისეთ გავაკეთებთ რომ კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული ხალხისთვის, სურვილით შეიძლება დაეკარგოს ეს გაიცნოს. ამიტომ მინიმუმზე ჩამოყავს ეს ყველაფერი და დანარჩენს რა თქმა უნდა ვანაზღაურებთ ჩვენ. თავარია რომ ჩამოვიყვანოთ. ასევე იყო ჩვენთან ჩამოსული თურქეთის წარმომადგენელი, თურქეთში ტარდება სოფლიო დონის საერთაშორისო ფესტივალები, რომელიც ძალიან წარმატებულია და სადღაც 4000-5000 კაცამდე ჩადის ხოლმე სოფლიოს ყველა წერტილიდან. წარმოიდგინეთ რამხელა. აი ისინიც იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები მასტერკლასებზე. და ყველაზე დიდი ფესტივალი, ასე ვთქვათ, მინი ფესტივალი გამოგვივიდა, მაგრამ ყველაზე დიდი საქართველოსთვის რაც იყო თებერვალში. 3 დღე გავაკეთეთ, პარასკევი შაბათი კვირა იყო, რომელსაც თბილისის საქართველოსთან სხვათა შორის 128 ადამიანი დაესწრო. ნუ ზოგი იყო ჩვენი მოსწავლე იყო და იცოდნენ რა ხდებოდა, რამაც სხვათა შორის ძალიან დიდი სტიმული მისცათ მათ, იმიტომ რომ ეს ინსტრუქტორები არ მხოლოდ ატარებენ გაკვეთილებს და თქო რაღაც გარკვეულ კვალიფიკაციას ვიმაღლებთ, არამედ მე ყოველ საღამოს ტარდება სალსას საღამოები, სადაც თვითონვე აი ესე შეუჩერებლივ ეცეკვებიან ნებისმიერ დამწყებს, 2 დღეა მოხვედი, საერთოდ არ იცი რა ხდება ნებისმიერ ადამიანს. აქედან გამომდინარე, მათთვის უკვე საინტერესოა და გარკვეული გამოცდილებაც არის, რომ მათ უნდა ეცეკვონ, პლუს უფრო ინდომებენ, უფრო ახალს იგებ რაღაცას და ძალიან დიდი გამოცდილებაა. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვუშვებთ იმის შანსს ხელიდან, რომ თუ ვინმე საქართველოში შემოაბიჯა და თბილისს უნდა გაიაროს, აუცილებლად ვიღებთ ინდივიდუალურ გაკვეთილებს მათგან პირადად პედაგოგები. და თუ ვორცები წერან როგორც ახსენეთ ის სალსას ესე თქვა დიდი ოჯახი აქვთ თვითონაც ყოველდღიურობაში ასე ცხოვრობენ. იგივე მუსიკალურ კლიპებშიც ბევრჯერ მინახავს მსგავსი რაღაცები. აი ამ დონეზე თუ ვართ ჩვენ აქ ვიკრიბებით ან რაღაც აი საღამოებზე რო ვთქვათ რა ხდება ყოველკვირეულ საღამოებზე თქვენთან
ესე იგი ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? ხა ლათინური საღამოები რა თქმა უნდა საქართველოში ტარდებოდა. მაგრამ ეს არის ლათინური, სადაც თქვა შეიძლება იყოს სამბაც, რუმბაც და ასე შემდეგ, ხო თუნდაც სალსაც. ჩვენ ამ შემთხვევაში რადგან ვართ უკვე სოციალური ცეკვის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ვცდილობთ რომ იგივე ფორმატი შემოვიღოთ, რაც მსოფლიოში არსებობს კონკრეტულად ამ მიმართულებით, ამიტომ ასე ვთქვათ ვალდებულებიც კი ვართ არ გადავუხვიოთ ამ ფორმატს და ყოველ კვირეულად შაბათობით ვატარებთ სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა კლუბში, პატარა კაფეში, გაჩნია რა მასშტაბის გვინდა. ვატარებთ სალსას საღამოებს, სადაც ირთვება კონკრეტულად სალსა, ბაჩატა, კიზომბა და ის ცეკვები, რომელიც შედის სოციალურში და არა სხვა სამეჯლისო. არა, იმიტომ რომ არ გვაქვს ამის უფლება. იქ ასევე ტარდება ხოლმე ვიკრიბებით ჩვენი მოსწავლეები, მათი მეგობრები, იქ შესვლა არ არის რომ მაინც რაღაც დახურული ღონისება. არა, პირიქით, ვინც არის მსურველი, ეს არის გასული ეს გათვლილია აბსოლუტურად იმაზე. კი გამივდივართ. გეპატიჟები, დიდი სიამოვნები. ყველას გამო, ჩვენ დასაწყისში ხო ღვნიშნეთ, ყველას გამოსით. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაც იქ, ესე იგი საღამოებზე ვაცხადებთ ხოლმე კონკრეტულად მაგალითად ბაჩატას ვორქშოპს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც მოდის პირველად. იმისათვის რომ შორიდან არ შეხედოს და არ დაკომპლექსდეს რომ ვაიმე მე ამას ვერ გავაკეთებ, აუცილებლად ვაკეთებთ ხოლმე სადღაც 20 წუთიან რაღაცა პატარა მასტერ კლასს, რომელიც არის basics, ანუ საწყის ნაბიჯებზე დაფუძნებული. უდგან ანუ თქვათ გოგოებს ჩვენი გამოცდილი ბიჭები, ბიჭებს ჩვენი გამოცდილი გოგოები და იქვე ავაცეკვებთ ხოლმე. შემდეგ უკვე იმდენად ასე თქვათ დაავადდებიან ამ ყველაფერთ, რომ იქიდან წასული ჯერ არავინ ვერ ახავს. ისე რომ შემოგიტყუებთ და მე რომ რაღაც გაგიშევთ. მე მაინტერესებს რომელია მაინც ამ ცეკვებიდან ყველაზე მოთხოვნადი. ამ ცეკვებიდან ყველაზე მოთხოვნადი ყოველთვის იყო და დარჩება ჩემი აზრით სალსა. მაინც. კი, მაინც სალსა დარჩება, ყოველთვის, ასე ვთქვათ, მამა არის სალსა და კონკრეტულად ალექსისთან შეყალებული ძალიან სალსაზე, იმიტომ ვერად ქვინებს ხოს. არა, ეს სოფლიო პრაქტიკა არის, მთელ სოფლიოში და ჩვენის ჩათვლით მაინც ლიდერად რჩება სალსა. მე როგორც ვიცი, აი ცეკვა კიზომბა არის ძალიან ისეთი სექსუალური ცეკვა. აი ეს ჩვენმა ქართველმა ბიჭებმა როგორ მიიღეს და როგორ არის საერთოდ რამდენად არა, აბსოლუტურად სხვათა შორის გაცილებით უკეთ ვიდრე სხვა ცეკვები. აი ხო არ მოხსნა. კი, ჩვენი მენტალიტეტიდან და ასე თქვა ეს რაღაც მაგას რაღაცებზე პრობლემა აქვს. კი, ცოტა მართლაც არ რისკო იყო ამ ცეკვის გადმოტანა. უბრალოდ წეღმანაც აღვნიშნე, რადგან ჩვენ ამ World Latin Dance რაც არის ამ ფედერაციასთან ვართ მჭიდრო კავშირში და არც კი გვაქვს უფლება რომ რომელიმე ცეკვა არ შემოვიტანოთ. უბრალოდ ეტაპობრივად ვარჩევთ რომ ჯერ ჩვენ მენტალიტეტს მოვარგოთ. მაგრამ ჩვენ და გასაკვირად თვითონვე წამოვიდა მოთხოვნა. ერთი კლიპის საფუძველზე, რომელიც მთელ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ტრიალებს და მოწონთ და რომ გაიგეს რომ ეს კლიპი თურმე ყოფილა კიზომბა და გადმოვიტანოთ, იქ უკვე იმას აღარ ქონდა მნიშვნელობა ვინდა საკეთებდა, ოღონდ გადმოვიტანოთ. ერთადერთი რაც იყო იქ მართლა ძალიან შეგვეშინდა, იმიტომ რომ ჯერ ბაჩატაზე ატყდა ერთი ამბავი, როდესაც დაინახეს ის ამდენი რაღაც ჩახუტება, ის ალღა ასე შემდეგ, რაღაცა ის იყო რომ ვაიმე ეს რა არის. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ თურმე კიზომბა ძალიან ისეთი წყნარი, მშვიდი, რაღაც რომანტიკულ მუსიკაზე, სხვათა შორის შეიცავს ტანგოს ელემენტებს, რომელიც ძალიან ლამაზი ილეთებისგან შედგება და დაინტერესდა ხალხი. უბრალოდ ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ კიზომბა მხოლოდ ამ სტილით არ იცეკვება. ანუ იქ არის რამოდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი სხვათა შორის ეს კიზომბა არის წამოსული სემბადან, სამბა არა, სემბა, რომელიც არის სულ სხვა უფრო მხიარული, უფრო შორს იცეკვება, არის სხვადასხვა პოზები, თქვათ, ვიდრე ამ კიზომბაში. შემდეგ უკვე განვითარდა ეს უფრო რომანტიკული მიმართულება. ასე რომ ხალხო ვისაც გინდათ კიზომბა, მაინდა-მაინც ტალღა, ჩახუტება და ასე შემდეგ სექსუალურობა არის კიდევ სხვა მიმართულება, ანუ არის კლასიკური ვარიანტები, არის ცოტა უფრო სახეშეცვლილი. ჩვენ მაგალითად ვარჩიეთ უფრო რომანტიკული ვარიანტი რაც არის უფრო მეტად შევალამაზეთ ტანგოს ილეთებით, იმიტომ რომ ვიზუალურადაც კარგია, როცა საყურებლად ლამაზია. ამას უწოდებენ აფრიკულ ტანგოს. აფრიკულ ტანგოს ეძახი. მოდით რეკლამაზე გავიდეთ ახლა ჩვენ და რამოდენიმე წუთში უკვე დავუბრუნდეთ, ესე ჯობია. დარჩით ჩვენს ტალღაზე. დროებით.
დაგიბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში გადაცემით შუადღე მედეფემზე ტალღაზე 103. ვაგრძელებთ ძალიან ისეთ აქტიურ და საინტერესო თემას ცეკვების შესახებ და მოდი გადავიდეთ პირდაპირ ჩვენ სტუმრთან. კი ბატონო მარი და მე მაინტერესებს ზოგადად როგორია აქტივობა ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში და უფრო მამაკაცები რამდენად აქტიურობენ კიდე ეს მაინტერესებს. ესე იგი, თავიდან რა თქმა უნდა, სანამ გაერკვეოდა ხალხი, რომ ლათინურს გაიგებდნენ, ეს ასოცირდებოდა უკვე იმ ლათინურ ცეკვებთან, რომელიც საქართველოში ძალიან კარგად ცნობილია. მაგრამ ნელ-ნელა, როდესაც თქვა, რამდენიმე ბიჭი გამოჩნდა, უკვე იმათმა გაავრცელეს, რომ სულ სხვა სფეროა, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული, ანუ ჩვენთან ძირითადად თქვა, ეს ზედმეტად თეძვების მოძრაობა, არის საჭირო, კი, აბსოლუტურად მოქნილობა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც თქვა, ეს მამაკაცები რის გამოც იკავებენ ხოლმე თავს, ჩვენ შემთხვევაში არ არის. გიგაც ამიტომ იკავებს. გიგას აუცილებლად შემოვიტყუებთ მე მოთხოვა. მით უმეტეს გაიწვევით მე მაინტერესებს რა ღირს თქვენთან მოსვლა და სწავლა ამ ცეკვების. ესე იგი, ეხლა შევცვალეთ. მე მდგომა, ადრე იყო ყოველთვიური გადასახადი, როგორც თქვა, სააბონენტო და ასე შემდეგ. ეხლა გავაკეთეთ ესეთი რამ. იმისათვის რომ პოპულარიზაცია გავწიოთ ამ ცეკვებისა საქართველოში და არ არის ჩვენი მიზანი ის რომ ამითი ავშენდეთ და ასე შემდეგ გავაკეთეთ რომ ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი გადავწყვიტეთ. ამიტომ ერთი გაკვეთილის ღირებულება არის 5 ლარი. მართლა სასაცილოა ხო? სპეციალურად კი ეს არის ზუსტად იმისთვის მიმართული რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის საქართველოში ამ ცეკვების პოპულარიზაცია, განვითარება და თუ პირველ რიგში არ მოვლენ და არ ნახავენ რა არის, ისევ ყოველთვის ვიქნებით ასოცირებულების სამეჯლისოსთან. არ ვართ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული. და კვირაში რამდენი დღე? აი ეს არის რომ ჯგუფები გვაქვს ყოველ დღე. არის 3 ეტაპი, ანუ დამწყები, საშუალო დონის ვინც უკვე თქვა გარკვეული ეტაპი გაიარა და უკვე შედარებით განვითარებული ჯგუფი, რომელიც თქვა ამ 1 წლის განმავლობაში უკვე გაცილებით უკეთ ცეკვას ვიდრე სხვა. ნებისმიერ დღეს გრაფიკი გვაქვს შემდეგი. ანუ ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ცხრილი ჩვენს Facebook გვერდზე, სადაც კონკრეტულად აწერია თქვა მესამე ჯგუფი, რომელიც დამწყებს ნიშნავს, მეორე ჯგუფი, რომელიც საშუალო დონის ნიშნავს და პირველი ჯგუფი, რომელიც არის განვითარებული. თქვენ რომელ საათზეც მოგესურვებათ იმ დღეს, რომელ საათზეც გეცლებათ, ნახავთ თქვენი ჯგუფი რომელ საათზეა და შეგიძლიათ მოხვიდეთ. ანუ შეგიძლიათ იაროთ ყოველ დღე, შეგიძლიათ იაროთ კვირაში 2 დღე, 3 დღე და დაყოფილი გვაქვს ასევე ცეკვები. მაგალითად, თუ ვიღაცას უნდა მხოლოდ სალსა, არ მოწევს თქვა ის კიზომბან და ჩახუტებუნებანა, ისინი მოდიან მხოლოდ სალსაზე, ხო? ამიტომ თვითონვე ვაძლევთ საშუალებას აირჩიონ ჯერ რა ცეკვის შესწავლა უნდათ, შემდეგ რა ცეკვის. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველაფერს ვერ იცავ. ასევე გვაქვს, თუ შეიძლება ამასაც ვიტყვენო, ულიმიტო აბონემენტი. ეს რას ნიშნავს ახლა? ანუ ჩვენთან არის ესე რომ მინიმუმ თქვა ყიდულობ 4 გაკვეთილს, გაკვეთილებით იხარჯება, ანუ არ იხდი თუ არ დაესწარი გაკვეთილს. აღრიცხება რომ გაკვეთილია, ჩატარდა, დაესწარი, გაიქვითა. მინიმუმ იხდი უბრალოდ 20 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ 4 გაკვეთილს ესწრები 1 თვის განმავლობაში. მაგრამ რადგანაც შემდეგ ამ მეთოდით სხვათა შორის კიდევ უფრო ბევრი ხალხი მოვიდა, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც საქართველოში არ არის ასეთი მსგავსი. არა, კი, აი ძალიან გრაფიკი, ასეთი გრაფიკი არსად არ არის. რატომ ეხლა გეტყვით? ძალიან ბევრი არის დაკავებული, მაგალითად რომ დავუწესეთ, რომ 2 შაბათი, 4 შაბათი უნდა იარო 8 საათზე, ფიზიკურად ვერ ახერხებს ის ადამიანი 2 შაბათი, 4 შაბათი. რადგან ეხლა მივეცით საშუალება, რომ ყოველ დღე ყველა ჯგუფი დადის და შენ თვითონ აირჩიე დღე, თუ ვერ მოხვედი 2 შაბათს, მოდი 3 შაბათს იმ სხვა საათზე ვთქვათ, ხო? აქედან გამომდინარე, უფრო აქტიურად დაიწყეს სხვათა შორის სიარული ჩვენ და გასაკვირი რადაც, იმიტომ რომ ეს ფორმატი ჩვენ ასევე გვირჩია ჩვენმა გერმანელმა კოლეგამანი და ანიჩი არიან ასეთი მსოფლიო ვარსკვლავები, სხვათა შორის ევროპის ჩემპიონები არიან და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები. ისინი გავიცანით ჩვენ ფესტივალზე ერთ-ერთი ძალიან დავახლოვდით და აბსოლუტურად აი ასე ვთქვათ მათთან მასტერკლასი 1 საათის ღირს სადღაც 150 евро მინიმუმ და ჩვენ ასე ვთქვათ აბსოლუტურად უფასოდ განმოგცეს ყველა ინფორმაცია იმისათვის რომ განვითარდეს. მათ გვირჩიეს რომ ჩვენთან არის რაღაცა მსგავსი ცხრილი, რამდენად მოერგება საქართველოს ფორმატს არ ვიცი, მაგრამ იქნებ თქვენთანაც მსგავსი რა. როგორც ვატყობ, რომ ნამდვილად გამართლა კი. და ეს სოციალური ფორმატია, რაც ქვია თქვენ. კი, ამართლეთ აბსოლუტურად. იმიტომ რომ ჩვენთან არის ვალდებულებები მინიმუმამდე დაყვანილი, იმიტომ რომ ჩვენთან უნდა ადამიანი მოვიდეს იმისთვის რომ განიტვირთოს და არა იმისთვის რომ ინერვიროს, აი დღესაც ვერ მოვასწარი მისვლა, კიდევ დამაგვიანდა, კიდევ რაღაცა, ნუ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ განიტვირთოს ხალხი. და რაც შეეხება იმ ულიმიტო აბონემენტს გადაუხვია,
ყოველდღიურად შეუძლია იაროს ადამიანმა იაროს ყველა ცეკვაზე, რომელიც მას გაუხარდება, რაც ჩვენ სტუდიაში არსებობს და ეს ჯდება თვეში 80 ლარი. გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი, თვეში 80 ლარი. და თქვენ წარმოიდგინეთ ხალხი, რომელიც ესე თქვათ ჯერ ვერ გადაეწყვიტა რა ეკნა ელოთ, იმდენად გაუხარდათ, რომ 25% ჩვენი მოსწავლეებისა უკვე ამ ლიმიტოზია გადასწორდა. და საერთოდ რამდენი ყავთ ეხლა მოსწავლეები? თუ ყოფილა კიდე შემთხვევა, რომ ჯგუფებზე საუბრობდით, რომ მაგალითად მოვიდა თქვენთან სურვილი ამ ცეკვების დამწყები, ესე რომ თქვა და პირველ ჯგუფში მოხდა, თუ არა მესამე? პირველში. გუშინ მქონდა სიტუაცია, რომელიც ადამიანი მე მარის შანსები აგეტყვით. ჩვენთან არის ესეთი რაღაც, ანუ გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კიდევ ხალხი არის, რომელიც ძველი მოცეკვავეები არიან და ასე შემდეგ, სხვა სფეროში ძალიან წარმატებულები, ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, არის გარკვეული წესები. რომელსაც უნდა დაემორჩილონ, ამიტომ ის წესები თუ არ ახსენით იმ დამწყებ ჯგუფში, ფიზიკურად ვერ გადავიყვან შემდეგ ჯგუფში, თუმცა ვიღაცა ამას გაცილებით მარტივად ითვისებს, იმიტომ რომ უკვე სხვა გამოცდილება გააჩნია და შეუძლია უკვე ერთ თვეში გადაინაცვლოს თუნდაც პირდაპირ პირველ ჯგუფში. აი ესეთი რაღაც, გარკვეული ეტაპები მოკლედ საჭიროა რომ გაიაროს. ეხლა გადავიდეთ პირდაპირ ბათუმის ფესტივალზე, რომელიც მალე ჩატარდება. მაინტერესებს რა მოხდება ამ ფესტივალზე და ანუ მოგვიყევით. ძალიან აინტერესებს მსმენელს ალბათ ნამდვილად. რაც შეეხება ბათუმის ფესტივალს, ეს ნამდვილად გრანდიოზული წვეულება იქნება. ესეთი მასშტაბების იქნება ასევე, როგორც აღნიშნეთ, პირველად საქართველოში. რაც შეეხება ამ ფესტივალზე, ვპატიჟებთ სხვადასხვა სოფლიო დონის ვარსკვლავებს პროფესიონალებს, რომ დაესწრონ ამ ფესტივალს. რაც შეეხება მათ, რა უნდა გააკეთონ, ჩამოდიან, რომ ჩვენი კვალიფიკაციის ასამაღლებლად უნდა ჩაატარონ მასტერკლასები, გაკვეთილები, სადაც შეუძლია დაესწროს ნებისმიერ მსურველს, რაღაც დონე საჭიროა, თუ სულ 0-დან ვინც არის, იმას შეუძლია, კი, შემდგომ ჯერ გაკვეთილებს რაც შეეხება, იქ ვერ დაესწრება, იქ უნდა იცოდე რაღაცა გარკვეული ეტაპი. და ამ მასტერკლასების შემდეგ ფაქტობრივად გამოდის 24 საათიანი რეჟიმი იქნება, დილიდან საღამოს 6-მდე იქნება გაკვეთილები 11-დან 6 საათამდე, ყოველ დღე 3 დღის განმავლობაში იქნება და ყოველ დღე იქნება 5-6 მასტერკლასი და შემდგომ საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე იქნება სალსაფართები. რამდენ ხანს გასტანს ეს ფესტივალი? 3 დღიანი იქნება თვითონ ფესტივალი. მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 31 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ეს 10 დღე იქნება საღამოები, 10 დღე იქნება და თვითონ ფესტივალი იქნება 3 დღე. მან როგორ არის ცით ხალხი წეღან აღნიშნე რომ სოფლიოში ეს არის მიღებული პრაქტიკა რომ ყოველ თვე სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება მსგავსი და როგორც აღნიშნე რომ ეს დიდი ოჯახი ვართ მეთქი სალსას იყო ყველა ქვეყანაში ნებისმიერ ქვეყანაში ჩადის სოფლიო მასშტაბით ყველა ადამიანი ვინც ამ საქმეშია ჩართული. იმის მიხედვით რა თქმა უნდა თქვა ვისროდის ცალია და ასე შემდეგ. ხო, აგერ თქვა თურქეთში ესწრებათ 5000-მდე უკვე აგერ ბერლინის ფესტივალზე არის ძალიან ბევრი ხალხი ყოველწლიურად. საქართველოში რადგან ჯერ არასოდეს ჩატარებულა ჩვენ ესე თქვა ახალშობილები ვართ და ასე შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ერთი საწელი გავაკეთოთ ხალხის მოვიზიდოთ გაიგონ რომ საქართველოს საერთოდ არსებობს იმიტომ რომ წელს ჩვენ და გასაკვირად და ჯერ კიდევ თურმე საქართველოს არ იცოდა ისეთმა ვარსკვლავმა როგორც არის მაგნა კოპალი სოფლიოში აღიარებული ქალბატონი არის სალსა სფეროში და გავუკვირდა რომ მეც არ ვიცნობ მაგ ქალბატონს აი ჩვენ სალსა სფერო არიცით და იმიტომ და მოისურვა რომ ჩამოსულიყო თბილისში და ეთვალიერებინა და მისგანაც ცალკე კიდე მასტერკლასები ავიღეთ ინდივიდუალურად მოკლედ აი ამ ხალხის მოწვევა გვინდა გარდა იმისა რომ ხალხი ჩამოდის რომელიც ატარებს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და ვორქშოპებს ატარებენ მათ მოყვება კიდევ სხვა მოყვარული ხალხი რომელსაც ურჩევნიათ საქართველოში გაცილებით იაფად დაესწრონ იმ სოფლიო ვარსკვლავების ვორქშოპებს რომელიც თქვათ ვორქშოპები სხვა ქვეყანაში ყავს 320 ევრო ჩვენთან ამის საშუალება აქვს 60 ევრო 70 ევრო და ასე შემდეგ როგორც ვიცი 8 ქვეყნიდან უნდა ჩამოდიდეს ჩვენი სტუმრები რომელი ქვეყნებია ეს რომ ჩამოგიტვალოთ ყველა ჩამოგიტვალოთ კი ბატონო ეს არის აზერბაიჯანი უკრაინა თურქეთი რუსეთი პოლონეთი ბელგია ლუქსემბურგი სასომხეთი და ჩვენ
ჩვენ ცხრაკი. ეს თქვენი ესე რომ ვთქვათ მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას მანდ თუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოსწავლეები ჯერ პირველ რიგში ჩვენი მოსწავლეები და შემდგომ ყველა დანარჩენი. ანუ ბოდიში თუ შეიძლება დავამატებ, ანუ ეს მხოლოდ ჩვენ მოსწავლეებზე გათვლილი, იმიტომ არ შეიძლება იყოს, რომ ვაპირებთ არა მარტო იმას, რომ უცხოელი ჩამოვიყვანოთ, არამედ მათ მოყვებათ კიდე ხალხი, როგორც აღნიშნე, რომლებიც პარალელურად ვაკეთებთ რას, რომ მათთვის გავაკეთოთ 10 დღიანი დასვენება. იმიტომაც იქნება 3 დღე ის რომ თქვათ იმუშაონ, რაღაც ჩაერთონ, მასტერკლასები აიღონ. დანარჩენი დღეები ვაძლევთ მას დასვენების საშუალებას ბათუმში, რომ იქ დავათვალიერებინოთ და ასე შემდეგ. მოკლედ რაღაც კულტურიზმის განხრითაც რომ ეს საქართველოს კარგია და ბათუმში ფესტივალი. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ძალიან ბევრს არც უნახავს და შეიძლება ძალიან დიდი სრულიც არ ქონდა მაინდა-მაინც უკვე რო იციან რომ სალსა ტარდება და ფესტივალი ზუსტად ამიტომ ჩამოდიან. პარალელურად დარჩებიან კიდევ და მოეწონებათ დარწმუნებული ვარ ჩვენი ბათუმის მე მაინტერესებს დიახ ბოდიშია სადაც ამბობენ ხოლმე რომ ერთი გასტროლი ორი კულტურა და წარმატებები მაშინ თქვენ მე მაინტერესებს როგორც ვიცი სხვა ფესტივალებშიც მიგიღიათ ამ ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა რომელი ფესტივალები იყო ესენი ეს ერთ-ერთი ანუ ჩვენი როგორც აღნიშნეთ ანუ პირველ რიგში ბაქოს მეგობრები ყავს ბაქო ნოვრუზ ფესტივალი სადაც ნამდვილად დიდი მასშტაბის ფესტივალი. ეს ნოვრუზ ბაირამობას დაამტყიეს, ანუ მათ დღესასწაულს დაამტყიეს. იქ დავდივართ ძალიან ხშირად, შემდგომ თურქეთი ჩვენ მეგობრები ანუ ეს მეგობრები ასე ვთქვათ ზუსტად ამ სალსასფეროდან გაცნობილი ხალხი რომლებიც ასევე დიდად აღფრთოვადნენ რომ რაღაცა საფუძველი ჩაეყარა საქართველოში და მაქსიმალურად გვიწევენ შეღავაც ამ ყველაფერში აი მაქსიმალურად ცდილობენ რომ გულში დაგვიდგნენ და ძალიან მადლობლები ვართ მათი მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა სამწუხაროდ უკვე ჩვენი მეორე ბლოკი ითხოვს დასასრულს და ასე რომ მოდით ტრადიციულად ბოლოს რამე თუ დაგჭათ სათქმელი რომ გვით უთხრათ ჩვენს მსმენელს და მოუწოდოთ რომ თქვენთან მოვიდნენ ნებისმიერ მსურველ შეუძლია თქვენთან მოსვლა ნებისმიერი ასაკის ნებისმიერი უკაცრავად სად მოვიდნენ რომ ანუ ჩვენი სტუდია სოციალურ ფედერაციასთან არსებული სტუდია არის ესეთი სალსა კალიენტე თბილისი Facebook გვერდზე შეგიძლიათ რომ გვიპოვოთ და ამ ეტაპზე ვართ აღმაშენებლის 106 ნომერში კულტურის ცენტრი იმედი მეორე სართული მეტრო მარჯანიშვილთან არის ნებისმიერ დროს როცა გნებავთ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და სამომავლოდ კიდე რაიმეს თუ გეგმავთ რომ გაგვანდოთ ესე ვთქვათ თქვენი სამომავლო ამ ეტაპზე რასაც გეგმავთ ყველაზე პირველი არის ის რომ აი ამ ბათუმმა ჩაიაროს ძალიან წარმატებით და ძალიან ნერვიულობ და განვიცდით შემდეგ გეგმავთ ისევ ჩვენი სტუდიის ფილიალის გახსნას თბილისის მასშტაბით რადგანაც ძალიან მოთხოვნა არის ხაუბნებშიც რომ თუ შეიძლება რომ სხვაგანაც იყოს ამისათვის ვამზადებთ ჩვენ ახლა პედაგოგებს ანუ ჩვენივე მოსწავლეებს რომლებიც წარმატებულები არიან ამ სფეროში და პლუს ამას კიდევ მოუწოდეთ სხვა სტუდიებსაც ვისაც აქვს სურვილი ჩვენ მოგმართა უკვე რამოდენიმე სტუდიამ რომ გვინდა რომ მსგავსი ცეკვები ვასწავლოთ მოუწოდეთ რომ შეგვიძლია დაგვიკავშირდეთ ვისაც უნდა ფედერაციაში გაწევრიანება და ასე შემდეგ ჩვენი ერთადერთი მათ და მithხოვნა და მოთხოვნა არის ის რომ უბრალოდ მთავარია სწორად ასწავლონ ეს ყველაფერი რაც შეუძლიათ ჩვენთანვე აი ჩემთან და ალექსთან ასე ვთქვათ უფასო კონსულტაციები გაიარონ გაკვეთილები აიღონ და ჩვენ ვატარებთ ამის მასტერკლასებს რომ ვისაც უნდა რომ თავის სტუდიაში ასწავლოს ეს ცეკვები კი ბატონო გზახსნილი უბრალოდ მობრძანდით ჯერ სწორად ისწავლეთ თუ შეიძლება და მე ჩვენ თვითონ ვიდაგიდგებით გვერდში იმისთვის რომ განვავითაროთ და ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით წარმატებებს გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა სტუმრებისთვის კიდევ ერთხელ ჩვენს რადიოს მსმენელებს შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე კაროევი და ვიცე-პრეზიდენტი თამარ უტიაშვილი. თქვენ უსმენთ გადაცემას შუადღე მედეფემზე პირველი სამედიცინო რადიო მედეფემის ეთერში ტალღაზე 100 და 3